მამა გაბრიელი ადამიანებს მიმართავდა მოყვასო. და ეს დიდი სიყვარულით წარმოთქვამთან წონს უნდა მოგდარო მოყვასი არ ყველა დაბადებული ადამიანი და ის უნდა გიყვარდეს. ერთი ადამიანს რომ გძულდეს, სასופველისაგან შორს აღარ ამბობდა. როცა მონასტერში მივედი, დავინახე კიბერთან ისთან მოხუცი მამაო, რომელსაც გულზე ჯვარი ეკიდა და მე ლოცვა-კურთხევი პატივისცემის და მდელი ლოცვა-კურთხევა ავიღე მისგან. მე მონასტერში წავედი, დავინახე მამა გაბრიელთან ჩემი მეგობრები და მივუახლოვდი და ასე დავუახლოვდი მამა გაბრიელს. როდესაც მონასტერში მივედი, ამას როგორ შემიძლია არ ვიცოდი, ამიტომაც შეგვესხათი პოდკასტს და შენ ტრადიცია ხდება და დაიწყო ჩემი მონასტრული ცხოვრება. მამა გაბრიელი დაუძულდა უკვე აღარ შეეძლო ეზოში გამოსვლა. მე უფი დანიელი მოვიდა და ჩადატარა კრება მონასტერში და გადაწყვიტა რომ მასთან დაენიშნათ მომვლელად ვინმე. და ეს მომვლელად წინა დღეს თვითონ რაღაცა ისეთი სიზმარში ვნახე რომ მაცხოვრის ხატი მეუბნებოდა აბა შენ იცი როგორ მოული ჩემს წმინდანს და მართლაც აი მეორე დღეს მე მამა გაბრიელთან დამიჩეს მორჩილად და დავიწყე მამა გაბრიელთან მსახურება. ასე მოვიდა მამა გაბრიელთან თავიდან. მამა გაბრიელი ღვთის მადლით და ღვთის წყალობით გამორჩეული ადამიანი, რომელიც საქართველოს საჩუქა ღმერთმა და ღვთისმშობელმა მთელ საქართველოში უნდა ყოფილიყო ბოლო ჟამის დიდი წმინდა მამა, რომელიც საქართველოს და მსოფლიოს გადაარჩენდა სარწმუნოებას მსოფლიოში. ამიტომაც ღმერთმა ღვთისმშობლის მეუღებით, რადგანაც ღვთისმშობლის წილღოდი იყო საქართველო, მიანიჭა მამა გაბრიელი საქართველოს, რომ გადარჩენილიყო ქვეყანა და მრწმენით მთელი მსოფლიოს გადაგასარწმუნება და გადარჩენილიყო. აი ესეთი იყო მამა გაბრიელი, რომელიც სიცოცხლეში დაბადებიდანვე იყო ღვთისაგან ბოძებული ნიჭებით დაჯილდოვებული, პატარა ბავშვით კი ომიანობის დროს მეზობლებს ეუბნებოდა თუ რა იყო საჭირო იმისი ოჯახის წევრი სამშობლოდან ომიდან დაბრუნებულიყო და გადარჩენილიყო და ხშირად ეუბნებოდა რა შეიძლებოდა წასულიყვნენ ეკლესიაში, ელოცათ, ან შესაძლოა გაეკეთებინათ, რომ მათი შვილი ან ოჯახის წევრი მომშვიდობიანად დაბრუნებულიყო ომიდან და ეს ყოველთვის სრულდებოდა კიდევაც ხოლმე. მამა გაბრიელი თვითონაც სიცოცხლეშივე ახდენდა უამრავ სასწაულებს და გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულებს ახდენდა. ამიტომ ათონელი მამები ხშირად ჩამოდიოდნენ მამა გაბრიელთან და კითხულობდნენ რომ თუ მამა გაბრიელი სიცოცხლეში ახდენდა სასწაულებს გარდაცვალების შემდეგაც უამრავ სასწაულებს ახდენდა, ის იყო დიდი წმინდა მამა და მისი შერაცხვა აუცილებელი იყო წმინდანად. ამიტომაც მამა გაბრიელთან უამრავი ადამიანები მოდიოდნენ სიცოცხლეში და კურნავდა და ეხმარებოდა ადამიანებს თუ მატერიალურად, თუ სულიერად, თუ ფიზიკურად. და უამრავი ასეთი შემთხვევები იყო მის სიცოცხლეში. ერთხელ მამა გაბრიელთან ერთი ახალგაზრდა მოვიდა და მამაცობელმა რომ შეხედა უთხრა მე შენ სულს ვერ ავხედავ, წადი ეზიარე და ზიარების მადლმა გადაგარჩინო. ამ ახალგაზრდამ შემდეგში თქვა რომ მე იმ დღეს ვერ ვეზიარეო. ზიარების შემდეგ ჩემმა მეგობარმა გამომიარა მანქანით წამოდი ვიქეიფოთო. მე ახალი ნაზიარები ვიყავი და არ წავყევიო. ჩემს მაგბერად სხვა წავყვა, ის მანქანა ავარიაში მოყვა და გვერდით მჯდომი გარდაიცვალა. ასეთი უამრავი შემთხვევები ქონდა მამა გაბრიელს. ერთხელ მამა გაბრიელი ერთი ახალგაზრდა სტუმრას სახლში დასალოცად და დაინახა მის გვერდით მოყოფი ადამიანი და უთხრა მამა გაბრიელმა რო შეხედა, უთხრა რომ მე შენ დაგლოცავ, გაკურთხებ და ამ გასაცდელს აგაშორებ. შენ დიდი განცდელი გელოდებაო. მართლაც ერთი კვირის შემდეგ ამ ადამიანს ცეცხლსასროლი იარაღი ესროლის თავში და იარაღმა მხოლოდ თმა შეუტოვსა. ასეთი უამრავი შემთხვევები ქონდა სიცოცხლეში, გარდაცვალების შემდეგ უამრავი სასწაულები აღესრულებოდა მამა გაბრიელის სიცოცხლეში. ის რომ დალოცავდა ადამიანს, მისი პრობლემები ყოველთვის მოხსნილი იყო, ის ღმერთის წინაშე დგებოდა, მამა გაბრიელს ასეთი დიდი მადლით და ის იკურნებოდა, ან გასაცდილისაგან თავისუფლდებოდა. ან ეს ბოროტის მანქანება, რაც ადამიანს დააყვებოდა, რომ ის დაეუბა, ეს ბრძოლა მოხსნილი იყო და მამა გაბრიელს უკვე ლოცავდა და აკურთხებდა ადამიანებს, ეხმარებოდა, რომ ვერტისკენ წასულიყო. ეს მე ჯვარი თქვენამდე სულ სისხლით ვატარეო, მაგრამ იცოდეთ, რომ ღვთის იმედი არასდროს არ დაკარგოთო. რაც არ უნდა მოხდეს, უმაფრთხილებ და მე ბევრი განსაცდელი გამოვიარე და ზიარებაც აკრძალული მქონდა ერთი პერიოდი, მაგრამ
სიზმარში ვნახე, რომ ღვთისმშობელი და მართლოვარი გამომეცხადნენ და მითხრეს, რომ ნუ გეშინია გაბრიელო და მართლაც მცხეთაში ჩავედი და ის ზიარებ პატრიარქმა დამიძახა და წირვაში, მსურველობაში მონაწილეობით მაღებინა და სამთავროშიც მაკუთხა, რომ მეცხოვრეო და ასე რომ ღვთის იმედი მეუბნებოდა, რომ ღვთის იმედი რაც არ უნდა მოხდეს, ღვთის იმედი არასოდეს არ დაკარგოთო. მამა გაბრიელი ისეთი დიდი იყო, როგორც მოსე, რომელიც ებრაელ ხალხს მისცა გადასარჩენად და ღმერთმა ისევე მამა გაბრიელი იყო ძალიან დიდი. და ღმერთმა მიანიჭა საქართველოს, იმიტომ საქართველოს გადარჩენილიყო წმენა შეენარჩუნებინა და დაენახათ ამ პატარა საქართველოს წმენით რა დიდი იყო ეს ძალა, რომელიც დიდი იყო ეს წმენის ძალა, რომ ამით მსოფლიო გადარჩენილი იყო. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ ღვთისმშობელი ხალხთან რომ მიჯდა, რა იცოდნენ, რამხელა იყო ღვთისმშობელი დედოფალისისა და ქვეყანისა და მე რომ თქვენთან ვზივარე, რა იცით თქვენ მე ვინ ვარ. მოვადრო და მსოფლიო გაიგებს ვინ არის გაბრიელი. აი მამა გაბრიელი აქ იძინებდა ჭილებში შეხვეული თხელფანერაზე. მამა გაბრიელი ყავდა გამორჩეული წმინდანი ნიკოლოზი და ის ხშირად ევედრებოდა მას და აი მამა გაბრიელი და ნიკოლოზივით იყო რაღაცნაირად. ყველაფერი აქ მამა გაბრიელის ხელით არის გაკეთებული. ამბობდა რომ ერთი რუსმანი არავის არ დაუჭედებია, ყველაფერი მე გავაკეთე ჩემი ხელით. ეს ხატები მოიტანა გადაყრილი და მე კომუნისტების დროს გადაყარეს, ყველაფერი გაამაცა, გაამშვენიერა, ჩართოები გაუკეთა და თავის კელი ესე დაამშვენა. ამბობდა რომ ის რაც ფასი ხატები იყო, საპატრიარქოს გაუგზავნა და ესე აქ ცხოვრობდა მამა გაბრიელი, მოცულობდა, ევედრებოდა ღმერთს ჩვენთვის. ეს რომ მამა გაბრიელმა მითხრა, მე აი მარტყოფის მონასტერში მივდივარო. მე ვიფიქრე, მამა გაბრიელი აქ არის, ეს მარტყოფის მონასტერში, როგორ უნდა წავიდეს მეთქი. მაგრამ ცოტა ხანში ვეკითხები, ნახევარი საათი რომ გავი, მამა გაბრიელი მარტყოფის მონასტერში იყავი მეთქი? კი ვიყავიო, მე რა ნახე მეთქი. იქ ყველა მონასტრულია, ერთი ადამიანი არ არის მონასტრული და ის მალე წამოვა. მართლაც ის ადამიანი, მართლა მე ვიცნობდი იქ მონასტერში ხალხს და მართლაც მალე წამოვიდა, ოჯახი შეიქმნა და ჩვეულებრივად ცხოვრობდა. მე მითხრა, მე შავნაბადის მონასტერში მივდივარო. მეც გამიკვირდა, დავაცადე ცოტა ხანს. მე შევეკითხე, მამა გაბრიელი, იყავი შავნაბადაზე მეთქი? კიო, რა ნახე მეთქი და იქ მამაშიო ტრაპეზი იყო და არ გამოუჩინდიო, იქ მამაშიო იჯდაო და ხალხს ითვლიდაო. და რატო არ გამოჩნდი მამა გაბრიელი მეთქი და დამინახავდნენ და შეტყდებოდნენო, ეს აქ საიდან გაჩნდაო. მართლაც ერთი რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ მამა გაბრიელს ესტუმრა მამაშიო შავნაბადიდან. მამაშიო შევეკითხე, რომ რამდენი ხარ მონასტერში მეთქი? მამაშიო მითხრა, რომ არ ვიცი, იმდენი მოდიან და მიდიან, არ ვიცი რამდენიან, როცა ტრაპეზი დრო არის, მაშინ ვითვლი ხალხსაო. მამა გაბრიელს გაოცებულმა გადმომხედა, რომ ზუსტად მამა გაბრიელმა რაც მითხრა მაშინ, რომ დაინახა. ზუსტად ისე მამაშიომაც. დაჯილდოებული იყო უამრავი და ძალიან კარგი იუმორით და ხმხერულით ადამიანებს. ის ზოგჯერ მამა გაბრიელი როცა სწორად ეტყოდა ადამიანებს თავის განსაცდელს, თავის მდგომარეობასა დალოცავდა, მე მამა გაბრიელი მოაყოლებდა ხოლმე ამ სიტყვას უცნაურ მოქმედებას, რომ ამ მოქმედებით ადამიანებს დამახსოვრებოდათ ეს ნათქვამი სიტყვა და როცა თავისი დრო დადგებოდა, რომ ადამიანი ამ განსაცდელის წინაშე დგებოდა, ეს მოქმედება ახსენდებოდა და მე ეს სიტყვაც ადვილი გასახსენებელი და ისინი ადვილად გადარჩებოდნენ ხოლმე. აი ეს იყო მამა გაბრიელის ესეთი საოცარი იუმორი. მე ვფიქრობ, რომ ეს ფილი არის აუცილებელი და საჭირო, იმიტომ რომ ადამიანებმა შეინარჩუნონ რწმენა, რომ რწმენის გარეშე არაფერი არ ხდება, ადამიანები გადარჩნენ, რადგან კაჭი და ცხოვრება და რაღაცნაირად ეს ცხოვრების პრობლემა გახდა, რომ სწორ რწმენას ყველაფერი შეუძლია. ყველაფერი მამა გაბრიელმა მოაწყო. მთელი ჩემი ცხოვრება დატვირთულია მამა გაბრიელის მადლით.